რომელსაც ჩვენ გავეცანით, ეს არის ფაქტების მისიის დოკუმენტი, რომელიც მათ შეიმუშავეს მას შემდეგ, რაც ისინი საქართველოში იმყოფებოდნენ და ამ ვიზიტის დასკვნით საქართველოში დემოკრატია არის აშკარა საფრთხის წინაშე. ამ ვრცელ დოკუმენტში მოხდა ყველა ის რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც გასულ წელს მიიღო ქართულმა ოცნებამ, როგორც საარჩევნო მიმართულებით, ასევე არასამთავრობო სექტორის გაჩუმების მცდელობა, ასევე ამ ანგარიში მოხდა ოპოზიციის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი, რაც მონიტორინგის მისიის შეფასებით არის ერთგვარად ოპოზიციური და განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობა, ასევე ამ დოკუმენტში ყურადღება არის გამახვილებული იმაზე, რომ ამ დრომდე არავინ არ ყავს დასჯილი ხელისუფლებას მოძალადეებიდან, ვინც ძალადობდა საკუთარ მოქალაქეებზე გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში და რაც მთავარია, ამ დოკუმენტშიც, ევროსაბჭოს კონგრესის დოკუმენტშიც ხვდებით მოწოდებას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლების შესახებ. შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ, რა ძირითადი აქცენტები აქვს ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის მისიას. ევროსაბჭოს კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ განაახლოს პოლიტიკური დიალოგი მმართველობის ყველა დონეზე, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული, რათა შემცირდეს პოლარიზაცია და აღდგეს პლურალისტურ დემოკრატიაში აუცილებელი კონტროლის და ბალანსის მექანიზმები. გააუქმოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი პრობლემური ცვლილებები და განახორციელოს ყოვლის მომცველი რეფორმა, რომელსაც წინ უძღვის ფართო კონსულტაციები, რათა უზრუნველყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობა და გამოასწოროს ყველა ძირითადი ხარვეზი. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ოპოზიციური ხმების კრიმინალიზაციის პროცესი და გააუქმოს ის შესწორებები, რომლებიც ხელს უწყობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას. ნამდვილი დიალოგის აუცილებელ წინაპირობად კონგრესი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას გააუქმოს ყველა კანონმდებლობა, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს და თავი აარიდოს ნებისმიერ ქმედებას, რაც კიდევ უფრო შეაფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საშუალებების მუშაობას, ან შეარყევს ადგილობრივი დემოკრატიის საფუძვლებს. კონგრესი ასევე რეკომენდაციას გასცემს ადგილობრივ დონეზე ძალადობის შესახებ ცნობების საფუძვლიანად გამოძიებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით დაკავებულებისა და მომიტინგეების მიმართ. ასევე მოუწოდებთ ხელისუფლებას გაათავისუფლონ დაპატიმრებული ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები. ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი არის პოლიტიკური კრება, რომელიც 46 ქვეყნიდან 612 დელეგატს აერთიანებს და მომავალ კვირაში მათ აქვს სესია და ერთ-ერთი საკითხი არის სწორედ საქართველოში არსებული ვითარება. სწორედ ამ სხდომაზე განიხილავენ მონიტორინგის მისიის, ფაქტების დამდგენის მისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს და ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა კითხვები დაგვესვა ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივნისთვის, რომელსაც ონლაინ კონფერენცია ჰქონდა ჟურნალისტებთან და ჩვენ მათ ვკითხეთ მთლიანად ამ დასკვნის საფუძველზე მას რა არგუმენტები შეუძლია წარმოადგინოს, რა რეკომენდაციები შეუძლია რომ მისცეს ქართული ოცნების ხელისუფლებას და როგორც გენერალური მდივანი ჩვენ გვეუბნება, ძალიან რთულია ახლა საქართველოში ვითარება, ვინაიდან ის კანონმდებლობა, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ, ძალიან ართულებს ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას, დემოკრატიის ხარისხს ბუნებრივია უკანსწევს და ის ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა იმუშაონ ისე, როგორც მათ სურთ და ასევე ის აკეთებს აქცენტს საარჩევნო კოდექსზე, ვინაიდან ყველა ის ცვლილება, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ ბოლო პერიოდში საარჩევნო კოდექსში არის მისი შეფასებით მიმართული იქითკენ, რომ საბოლოოდ საარჩევნო სისტემას და საარჩევნო ადმინისტრაციას ნდობა ჰქონდეს დაკარგული ქვეყანაში. The report, as you have seen, suggests a number of ways forward. ეს ანგარიში რამდენიმე გზას გვთავაზობს წინსვლისთვის. ჩვენ დაუგმეთ ის ფაქტი, რომ არჩევნების შესახებ კანონები ბოლო 1 წლის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. ვფიქრობ, ბოლო 1 წლის განმავლობაში ეს 20-ჯერ და უფრო მეტჯერ მოხდა, რაც რა თქმა უნდა ძალიან ცუდი სიგნალია დემოკრატიის სტაბილურობისთვის. ჩვენი რეკომენდაციაა შეწყდეს კანონების შეცვლა, ასევე ოპოზიციურ პარტიებსა და ლიდერებს მიეცეთ საშუალება სათანადოდ შეასრულონ თავიანთი სამუშაო. იგივე მოწოდება გვაქვს სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით. ბოლო დროს შევხვდით სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციასა და ოპოზიციონერ ლიდერებსა და უცხოელი აგენტის შესახებ ახალი კანონების გამო ამ ორგანიზაციებს სათანადო ფუნქციონირება არ შეუძლიათ. ამიტომ ამ ანგარიში რეკომენდაციების მთელი სიაა მოცემული. საინტერესო იქნება თუ როგორი იქნება ჩვენი დელეგაციის რეაგირება საქართველოს შესახებ ამ ანგარიშთან დაკავშირებით. მონიტორინგის მისია საქართველოში გასული წლის სექტემბერში იმყოფებოდა, ანუ ყველა ის ფაქტი და მასალა, რომელიც წარმოდგენილი არის ამ დოკუმენტში, არის გათვალისწინებული სექტემბრის მონაცემებით და მთავარი რეკომენდაციები, რაც ამ ვრცელ დოკუმენტში არის ის, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს დიალოგი ყველა მხარესთან და ამ დიალოგის წინაპირობა უნდა იყოს რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება.